მოგესალმებით გურულებო. მივესალმებით გურიას, ჩვენ უძვირფასეს საზოგადოებას. განსაკუთრებით მივესალმები ოზურგეთს, ჩოხატაურს და კიდევ უფრო განსაკუთრებით ლანჩხუთელები კიდევ უფრო კარგად გამიგებენ. თუმცა ყველა თანაბრად კარგად გაგვიგებთ, იმიტომ რომ გურიაში ჩვენი მხარდაჭერა უპრეცედენტოა. გურულების სიყვარული ჩვენი სამშობლოს მიმართ განსაკუთრებულია როგორც სხვა მხარის წარმომადგენლების. გურიაში ვდგავართ განსაკუთრებული ამოცანის წინაშე. როგორ გინდა გურულებს შვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრო და აუხსნა ეს ყველაფერი. თუმცა სალაპარაკო სხვა არის ძალიან ბევრი და მშვიდობასთან ერთად ბრძოლით გასატანი სხვა საკითხებიც ბევრი გვაქვს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია და ამაზე ბევრს საუბრობთ ხოლმე, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ თემაზე უკვე ვეღარ გვეკამათებიან, მაგრამ ცდილობენ მისი მნიშვნელობა დააკნინონ. სინამდვილეში ის რაც ვერ მოახერხა ვერც ერთმა დამპყრობელმა საქართველოში, რომ გადაეშენებინა ქართველი ერი. შეიძლება სულ რამდენიმე თაობაში მოახერხონ ამ გზით და ამიტომ ამას განსაკუთრებულად უნდა აღუდგეთ წინ. ვერ დავაცდენინეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს ცუდია. აიგნორებენ ამ საკითხს. იმიტომ რომ შიგნით ხალხის თქვენი ეშინია და გარეთ მათი პატრონების. ეს ერთ-ერთი საკითხია, რატომაც ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია უნდა მოგვანიჭოს. სამწუხაროდ დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე. რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. ამიტომ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ნაცმოძრაობა უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას. თავის მხრივ ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსი რომ არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და იმის იმედად არის დარჩენილი, ვინ რამ მაშველ რგოლს გადმოუგდებს ქვეყნის გარედან. თუმცა ნებისმიერი მსგავსი მოქმედება, ეს იქნება ერთი მხრივ მათი აგენტობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი მტკიცებულება, დამატებითი მეორე მხრივ კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა. ამას ჩვენ არც გურულები და არც ქართველები არ გავატარებთ. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მთავარი ღირებულებაა დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას. ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა, დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია. ცალკე აღებული რომელიმე ამ მიმართულების უზრუნველყოფა შეიძლება შედარებით ადვილიც კი, რა თქმა უნდა, ადვილიც კი იყოს, ან ერთის ხარჯზე მეორე უფრო ადვილად გამოგვივიდეს. ეს ყველაფერი ერთად კი ურთულესი აღსასრულებელია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძოთ ყველამ ერთად. ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენ აფხაზ და ოს, დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე, ურთიერთპატიებით, შერიგებით და სიყვარულით. და როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და არა რომელიმე ხარჯზე ან სანაცვლოდ. 26 ოქტომბერს არა მხოლოდ ქართულმა ოცნებამ, არამედ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს მის მოწინააღმდეგეებზე. ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, მეგობრებო, გაუმარ? ჩვენს ბევრ გამარჯვებებს გაუმარ? ძალიან დიდი მადლობა, საოცარი მუხტია გურიაში, ოზურგეთში ამ გალამაზებულ, ძალიან ლამაზ ადგილას, ამ ცენტრში ოზურგეთის და გურიის. მე მინდა
კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მივესალმო ვასიკო ჩიგოგიძეს, რომელიც თქვენი წარმომადგენელი იქნება საქართველოს პარლამენტში, თქვენი დელეგატი იქნება ჩვენს კოლეგებს გურულებს და მინდა ვთხოვო იმ ადამიანს სცენაზე ამ ტრიბუნასთან, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში თავისი შეუპოვარი პატრიოტული ხასიათით, თავისი პრინციპულობით ერთ-ერთი განსაზღვრელი მთავარი როლი შეასრულა ამ ქვეყნის წარმატებაში, მყარადგომაში, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგესალმებით გურულებო, მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები ულამაზეს გურიაში მცხოვრებ მაგარ ხალხს. მიხარია რომ ჩვენი საამაყო გურულები ისევე არიან მოტივირებული გასამარჯვებლად როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს და მჯერა 26 ოქტომბერს გურია და ბრძენი გურულები სწორ არჩევანს გააკეთებენ და პირველ რიგში აირჩევენ მშვიდობას. დიდი მადლობა. ვინ თუ არა გურულებმა იცით მშვიდობის ფასი და მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობა. 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვება სწორედ მშვიდობის გამარჯვება იყო. ვინაიდან 1 ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათ, ხანგრძლივ და უწყვეტ მშვიდობიან პერიოდს. სწორედ ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება. ამიტომ სამართლიანად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობის მყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას, ქართულ ოცნებას, მშვიდობის პარტიას. გურულებს არ გეშლებათ მეგობრებო, თეთრის და შავის გარჩევა. მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა. კარგად იცით, ვინ არის ომის პარტია და ვინ არის მშვიდობის პარტია. ვინ არის ომის მომტანი, ომის და ქაოსის, ომის და უბედურების, ნგრევის, განადგურების პარტია. ჩაგვრის, უსამართლობის და სიკვდილის პარტია. და ვინ არის მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მომტანი, მრავალი კეთილდღეობის და ყველა მიმართულებით განვითარების მომტანი პარტია. ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებულ არჩევნებს და არჩევნების მნიშვნელობას. 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს, ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც გარანტირებულად აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას. დღეს ეს ბოროტი ძალა, იგივე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, იგივე ომის პარტია, თავის სატელიტური პარტიებით და NGO-ებით, აგენტურით განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე. ხალხს ატყუებენ თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ. და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ახლა ერთი წამით დავსვათ კითხვა, თუ ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია? სამწუხაროდ ისევ იგივე ეს ბოროტი ძალა, ომის პარტია, რომელმაც 1000 უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ომი, ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა, გადაცემა, გაჩუქება, 1000 უბედურება ჩვენს ხალხს მოუტანა. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი, მათი თანამოაზრე, მათი მოკავშირე, მათ მიერ შექმნილი, ხელოვნურად გაყოფილი პარტია თუ ახლა შექმნილი გაერთიანებები და კოალიციები იბრძვიან მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადასალახად. რათა შემდეგ მათ ისევ აი ამ ბოროტ ძალასთან ერთად, ნაცმოძრაობასთან, მათ თავარ დედაპარტიასთან ერთად შექმნა კოალიცია. შესაბამისად, მეგობრებო, ჩვენ კარგად ხვდებით, ჩვენი ბრძენი ხალხი ხვდება, რომ ეს არის ტყუილი. კოალიციის შექმნის დაპირებითი ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოსწონთ, ხმა მისცენ სხვა ნებისმიერ პარტიას. ახლა მოდით დავსვათ კითხვა, ვინ არიან ეს სხვა ნებისმიერი პარტიები?
ეს სხვა პარტიები აცხადებენ, რომ კოალიცია უნდა შექმნან ისევ ნაციონალურ მოძრაობასთან. შესაბამისად, მეგობრებო, ეს ხომ ხაფანგია, ეს ხომ ტყუილია. არავით არის სხვა ალტერნატივა. უკეთესი ოპოზიციური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში. რომელია სხვა პარტია, რომელიც არ შეუერთდება აი ამ თავარი ბოროტი ძალის სააკაშვილის პარტიას და ომის კოალიციას, ომის კოალიციურ მთავრობას. სისხლიანი პროკურორი გახსოვთ თქვენ გვარამიას და ზონდერი მელიას ახალი პარტია და მასში შემოვა ლუზერების პარტიები თუ სააკაშვილის რეკეტიორი თქვა პირდაპირ და ბიზნესის მოროდიური ხაზარაძის პარტია ლელო და მის მიერ ახლახან ნაყიდი 1%-იანი პარტიები. თუ მოღალატე გახარიას პარტია. თუ ვინ არის მათი ლიდერი, ვისაც ხალხი უნდა გაყვეს. ვინ არის ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის ქართული ოცნების ალტერნატივა. ალტერნატივა არ არსებობს, მეგობრებო. ან ავირჩევთ ომს, ან ავირჩევთ მშვიდობას. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. და გაუცნობიერებელი რაღაც უკეთესის ან რაღაც აბსტრაქტული კოალიციური მთავრობის და ზოგადად უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარეს. მეგობრებო, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა. არ არსებობს იდეალური პარტია. არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს არ არსებობს ქართულ ოცნებაზე უკეთესი ალტერნატივა. შესაბამისად, დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის უნდა ანდოს ჩვენი ქვეყნის მართვა. მას, ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი. თუ იმ ბოროტ ძალას, ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, გრევის და უბედურების მომტანი. მე მჯერა ჩვენი ხალხი, ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. არჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია ქართული ოცნება. ჩვენს ხალხთან ერთად. დიდი მადლობა. მერტი იყო ჩვენი ფარველი. გურიაში საოცარი მუხტია. სხვათა შორის ამ პატარა ულამაზეს კუთხეს მხარეს მმართველ გუნდში ძალიან ბევრი წარმომადგენელი ყავს, დაწყებული თალაკვაძეებიდან, გაგრძელებული ბერაძეებით, ჩიგოგიძეებით, ჩემბატონო სარჯელაძეებიო, აქ მიქანაძეები და წილოსნები დამთავრებული რომ იტყვან, ვინმე არ გამომჩნევ შემოსასვლელი ვარ კიდევ გურიაში ბევრჯერ და ჩემი გვარიც მაძლევს სხვათა შორის თქვენთან ასეთ ამამად საუბრის საშუალებას. გურულები ყოველთვის ასოცირდებოდნენ განსაკუთრებულ ბრძოლასთან და ბრძოლის ჟინთან. მე მინდა ვთხოვო სცენაზე იმ ადამიანს, რომელიც ბრძოლასთან და გამარჯვებებთან განსაკუთრებით ასოცირდება თავისი ცხოვრებით, თავისი წარსულით, ადყოთი და მომავლით. კახა კალაძე, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი და ქალაქ თბილისის მერი. მივესალმები გურიას. მივესალმები თავისუფლების მოყარე გურულებს. გურულები მრავალმხრივ გამორჩეული ადამიანები ხართ. განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობით, იუმორით და ამ იუმორში ჩაქსოვილი დიდი სიბრძნით. სწორედ სიბრძნის შედეგია ის, რომ გურულები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილზე აყენებდით და აყენებთ მშვიდობას. მშვიდობიანის ჟამს ბევრს ამ ღირებულების ფასი შეიძლება ნაკლებად გვესმოდა. მაგრამ მრავალჭირ ნახულმა გურულმა ხალხმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რომ მშვიდობა განსაკუთრებული ღირებულებაა. და დღეს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ქარტეხილში, რომლის შუაგულშიც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, ამ ღირებულებამ კიდევ უფრო
დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქართველებს ომისაც არასდროს შევქშინებია და სადაც საომარი იყო, ყოველთვის წირავდით თავს სამშობლოსთვის. მაგრამ ნამდვილი ქართველი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, არასდროს გაწირავს საკუთარ სამშობლოს, ვიღაცის გეოპოლიტიკური ან საკუთარ ვიწრო ინტერესებისთვის. დღეს საქართველოს სწორედ ამ ტიპის ბრძოლაში იმყოფება და ჩვენი ქვეყნის ბრძოლის ხაზი მშვიდობის, შენარჩუნებასა და განვითარებაზე გადის. სამწუხაროდ, ჩვენს ამ პოლიტიკურ კურსს ბევრი შიდა და გარე მტერი ყავს, თუმცა კიდევ უფრო ბევრი თანამოაზრე ყავს ქართველი ხალხის სახით და ზუსტად ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და ზუსტად ეს არის იმ გუნდის სიძლიერე, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეს არის ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო. ისტორიის მანძილზე ყოველთვის, როცა ჩვენს ქვეყანას ჭირდებოდა, როცა ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგებოდა, ჩვენ ერთ მუშტად ვიკრებოდით და ერთად ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს. დღესაც ეს ჟამი დგას, მეგობრებო. ჩვენ ყველას ერთად მხრებზე გვაწევს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს გავიყვანოთ. კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი და განვითარებული. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინაპრები, ისე ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას და კუძზე კაცი გამოვა ამ არჩევნებზე. მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. დიახ, მოცემულ მომენტში არჩევანი ასეთია. ან ვიმარჯვებთ ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად იმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ან აქ გულწრფელად გეტყვით სხვა ან არ არსებობს, რადგან მეორე მხარეს დგას ბოროტება, მეორე მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს დგას რადიკალების დაჯგუფება, ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსულით, თავიანთი პოლიტიკით გვაჩვენეს თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. ეს იყო ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღესაც ახსოვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და ჩვენ არ დაუშვებს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას. ჩვენ თავისუფლების მოყვარე ხალხი ვართ და არ დაუშვებთ იმას, რომ ჩვენს მომავალს, ჩვენს გარეშე ან ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ წვეტდნენ სადღაც უცხო ქვეყნებში, ქვეყნის საზღვრებს გარეთ. შეიძლება ვიღაცეები ამას მიჩვეულები არიან, წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, მაგრამ სანამ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ხელისუფლებაში, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ პირველ რიგში თქვენს ინტერესს, ხალხის ინტერესს, დავიცავთ ამ ქვეყნის მომავალს და ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ეს ასია, მეგობრებო, და ყველამ, ვისაც სურს ჩვენთან ურთიერთობა, მეგობრობა, ჩვენ არც მეგობრობა გვეშლება, არც ურთიერთობა, მაგრამ ეს რაზეც ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინება მათ მოუწევთ ძალიან კარგად. ვისაც ამ ქვეყნის ისტორია არ წაუკითხავს და უჭირს ამის შეგნება, ჩვენი უკეთ გაცნობა და ბედთან შეგუება მოუწევთ. სწორედ ასე ყალიბდება ძლიერი სახელმწიფო, სწორედ ასე ხდება მეტი პატივისცემის მოპოვება და მხოლოდ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და გაძლიერების გზა. ჩვენ 26 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს ვანახებთ, რომ ქართველი ხალხი დგას ერთად თავის სამშობლოს სადარაჯოზე. ქართველ ხალხს აქვს ისტორიული მეხსიერება, ქართველ ხალხს აქვს ღირსება და მხოლოდ ღირსებით, თავისუფლებით და სიამაყით მოიპოვებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან ევროპულ მომავალს. ჩემო გურულებო, კუძზე კაცი უნდა გამოვიდეთ. უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ ეს ჭირდება ამ ქვეყანას. ჭირდება ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ხალხს. ჩვენ ვართ მართლები, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და რა თქმა უნდა 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. მე მინდა სცენაზე ვთხოვ ადამიანს, რომელზეც მართლა ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით ძილფასო გურულებო, მოგესალმებით ჩვენს დელეგატს გურის ხარეში ბატონ ვასიკო ჯიგოგიძეს, ასევე მოგესალმები ჩვენს დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, რომლებიც გურიდან მრავლად არიან წარმოდგენილი პარლამენტში და მთავრობაში და რა თქმა უნდა თითოეულ თქვენგანს მოგესალმები ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან დიდი სიყვარულით. გურულებთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ყველამ ვიცით, რომ არავის ისე კარგად არ ესმის პოლიტიკა, როგორც თქვენ გურულებს. და აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებულად გვიამაყება, რომ გურიაში ქართული ოცნება ყოველთვის ძალიან დიდი უპირატესობით და დამაჯერებლად იგებს ხოლმე არჩევნებს და მადლობა თქვენ ამისთვის, მადლობა თქვენი მრავალწლიანი დობისთვის. სწორედ ამ დობა მოგცა ჩვენ მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შეასრულება 12 წლის მანძილზე. და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერსაც აუცილებლად ყველა ერთად გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რაც არაერთგზის ითქვა. 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მორალურ დაცემასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ნელწარსულსა და საქართველოს ნათელ ევროპულ მომავალს შორის. საქართველოს სჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს სუვერენული ხელისუფლება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა საქართველოში პროცესები, როდესაც 2003 წელს NGO-ების მეშვეობით ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს. ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების კვლობა და წამება, ბიზნესის რეგედი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკარგვა. ამ დანაშაულებზე სამწუხარო დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარეთ ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს. და ახლა იგივე ძალები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა უცხოური აგენტურა დაბრუნდება. ვინც ერთმანეთთან აიგივებს ევროპას და ადამიანების კვლობას, ევროპას და ადამიანების წამებას, ევროპას და ბიზნესის რეკეტს, ევროპას და ტელევიზიების მიტაცებას, ევროპას და არჩევნების გაყალბებას, ევროპას და ომს, მათ არაფერი აქვს საერთო სინამდვილეში ევროპასთან, ყველა არის ომის პარტიის წარმომადგენელი და მათ ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს. თული გამოსასწრები არ არის, რატომ შეიძლება სურდეთ კონკრეტულ ძალებს ხელისუფლებაში ძველი რეჟიმის დაბრუნება. ისევ და ისევ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩამოთვალე და რასთავარია, ისევ და ისევ ომისთვის, რისკინაც რადიკალური ოპოზიცია უკვე მესამე წელია ქვეყანას აქტიურად ეკაჩება. საქართველოს სჭირდება არა ომი, არამედ სჭირდება მშვიდობა, სჭირდება არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება. ძალიან მოკლედ ჩამოთვლი იმ მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა. დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების კვლობის, წამების, არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა მედია, 2.5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, 3-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი, 3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპები, ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, სოციალური დახმარების პაკეტი, ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის ხარდაჭერის პროგრამები და 700.000-ზე მეტმა, 700.000-მდე უფრო სწორად მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ შევინარჩუნეთ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ
და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს. 1 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგენთ ქართული ოცნების ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და რომელიც იქნება განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით, ეკონომიკური ზრდით დაწყებული და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული. აქვე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია, თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში და გურულებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს არჩევანი უპირველეს ყოვლისა მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. მე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს გურია და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ უკვე მეცხრე დაირჩევს მშვიდობის პარტიას, აირჩევს ქართულ ოცნებას, რაც მორიგ ჯერზე საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების განადია გახდება. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს. დიდი მადლობა. ერთი რამე უნდა გაგიმხილოთ. ორგანიზატორები კულისები და მანიშნებენ, რატო შეცვალეო თანმიმდევრობაო და სპონტანურობას გურულები გვაპატიებენ და რომ გავალ მერე ვკითხავ შალვას, საიღავითქო გურულად, რომ ვერ დაგინახეთქო და საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზეა საუბარი და ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური მდგრადი განვითარება, ეს საქართველოს პარლამენტია. მე მინდა ვთხოვო სცენაზე პატრიოტ კაცს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მადლობა მამუკა. მოგესალმებით გურულებო, მივესალმები ყველა პატრიოტს. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ოდითგანვე ყველაზე მეტად აფასებდნენ მშვიდობას, როგორც ეროვნული გადარჩენის და სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედს. გურულებს ყველაზე კარგად ესმით, რომ პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო გლობალური პოლიტიკა, ყველა მოქალაქის საქმეა, რადგან ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ჩვენი საპატრონოა. მეგობრებო, ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში ჩვენმა ხალხმა და ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია მისი საგარეო პოლიტიკური არჩევანი კაფიოდ გამოხატა. ეს არის ევროპული გზა, რომელიც ჩვენი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად არის გამჯდარი ჩვენ სტრატეგიულ ხედვაში, ეროვნულ გენში და ყოველდღიურობაში. ამიტომ დღეს მთავარი საფიქრალი და საზრუნავი ის კი არ არის ავირჩიოთ თუ არა ევროპული გზა, არამედ როგორ გავიაროთ ის. ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითყოფადობა. ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არ დადგეს განადგურების წინაშე. არ მოგვიწიოს ასკინკილით ხტუნვა, ეროვნული ღირსების უარყოფა და საკუთარი თავის დამცირება. ჩვენ ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა გლობალური პოლიტიკური ძალების დაპირისპირების ფონზე ჩვენი ქვეყანა დაუზიანებლად, გაუნადგურებლად, ღირსეულად მივიყვანოთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელში. ყველა, ვინც ამის წინააღმდეგია, საქართველოს მტერია შინ და გარეთ. მეგობრებო, ბოლო 2 წელიწადში კარგად დავინახეთ, ნეფსი თუ უნებლიეთ, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს დამღუპელი და გამანადგურებელი ომისკენ. როგორ უცებ დაივიწყეს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელსაც მანამდე დაჟინებით გვირჩევდნენ და ყოვლად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი, დამღუპელი სამხედრო პოლიტიკური ესკალაცია მოითხოვეს ჩვენი ხელისუფლებისგან. საუბედუროდ, ჩვენი ოპოზიცია პირდაპირ ჩაება საქართველოს თვითგანადგურების პოლიტიკურ კამპანიაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ისინი მოითხოვდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების ესკალაციას. და დღესაც ეს არის მათი მთავარი დაპირება. მოხალისეების ფრონტზე გაგზავნა, საზღვრების ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, ვიზების შემოღება, სანქციების დაწესება და ვაჭრობის გაჩერება. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ 1 გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდონ ხელში,
მეორე დღესვე ამ ყველაფერს გააკეთებენ. რა არის ეს თუ არა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა და უფრო მეტიც ქვეყნის პირდაპირი ღალატი, რომლის ბოლო მხოლოდ ერთია: ომი, გრევა, სიკვდილი, ჩვენი სამშობლოს ოჯახების მომავლის განადგურება. და რისთვის ეს ყველაფერი? დაღუპო შენი ხალხი, რომ უცხოელმა ტაში დაგიკრას? გასწირო შენი ქვეყანა გრევისთვის, რომ წითელი ხალიჩა დაგიგონ? არც კი ფიქრობენ, რა მომავლისთვის წირავენ საკუთარ შვილებს, მეგობრებს, მეზობლებს. ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს, ვიღას დასჭირდები სიღატაკესა და იმედობაში ჩაძირული. ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწყვი აქვს და არც მომავალი. ასეთი დანგრეული ქვეყანა არც ევროკავშირს დააინტერესებს და არც ნატოს. პირიქით, ნებისმიერი ცივილიზებული თანამეგობრობისთვის ისეთი სახელმწიფოა მისაღები, რომელიც მტკიცედ ორ ფეხზე დგას ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოებით, ღირსებით. ქვეყანა, რომელიც პარტნიორებს გვერდში უდგას საერთაშორისო მისიებში, გაერთიანებული ქვეყანა, რომელიც პატივსცემს მეგობრებს და თავადაც იცის საკუთარი ფასი. სწორედ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ და სწორედ ამას ებრძვის ოპოზიცია. მეგობრებო, ბოლო წლების ქაოსის და ომის ქარცეცხლის რკალში ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთმა რამემ გადაარჩინა. ეს იყო ჩვენი ბრძენი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იღებდა გადაწყვეტილებებს. სწორედ დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე. სწორედ ამიტომ არის 22 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. სწორედ ამიტომ ხელახლა უნდა მოვუხმოთ სიბრძნეს და სამშვიდობოს გავიყვანოთ საქართველო. მადლობა, რომ გურია ჩვენს გვერდითაა. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს ფარველი. დიდი მადლობა გურულებს. კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანას გაუმარ! დღეს ისეთი მუხტია, ცოტა ზედმეტი გულწრფელობის ხასიათზე შეიძლება დავდეკით ყველა და მეც თქვენთან ერთად. და ერთი ჩვენი უზურპასესი ადამიანი ერთადერთ ასაც საყვედურობს ხოლმე, ამბობს რომ ჩემზე ასე ბევრს ნუილაპარაკებთო, მაგრამ მე მგონი იმსახურებს რომ თავისი ცხოვრება ქართველებმა დაუფასოთ და სწორად შევაფასოთ დღესვე ეს ყველაფერი. და მე მინდა ამ ადამიანს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოგმართოთ თქვენ გურულებს სიტყვით და მთელ საქართველოს. მოგესალმებით გურულებო. მივესალმებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მცხოვრებ ნათელი გონების, ენამოსრებულ, სტუმართმოყვარე, ღირსეულ და თავისუფალ ხალხს. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გურულებს რომ განსაკუთრებული როლი გაქვთ შესრულებული, ეს არავის ესწავლება. თქვენი და თქვენი წინაპრების პოლიტიკური განსავლულობა და ალღო მრავალჯერ დამტკიცებულა. თამამად ვიტყვი რომ სწორედ ამ კუთხის შვილები ხართ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დასახდენი. ასე იყო წარსულშიც, როდესაც თავისუფლების მოყვარე გურულებმა კაბედეს და ანექსიის მიუხედავად გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ მამაცმა ხალხმა თავად აიღო ხელში საკუთარი ბედისა და მომავლის მართვა და გამოავლინა თქვენთვის ასე დამახასიათებელი ორგანიზაციული ნიჭი. ასე იყო 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა უმეტესობა ხომ გურულები იყვნენ. და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორისაც ხომ გურულები ჭარბობდნენ. ვიცი რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენ საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს. ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულოს პერიოდშიც, როდესაც ჩვენი ხალხის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც საქართველოს ყვალინდელი დღის აღარავის წამდა, როცა ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან იმ დროინდელი ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს. 2012 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გარწმუნებდით, რომ თქვენი ნდობის და მხარდაჭერის შემთხვევაში ერთად დავასრულებდით მოძალადე რეჟიმს და იმ სიღატაკეს, რაც
წინა ხელისუფლების სტაცებლური ბუნების გამო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში სუფევდა. გემახსოვრებათ ისიც, რომ წლები გადიოდა, მაგრამ თქვენს დალოცულ მხარეში არაფერი კეთდებოდა. უტიფრად იმეორებდნენ, გურია ლამაზი, თუმცა ღარიბი კუთხეაო. მაგრამ ამ მოცემულობის შესაძლებლად თითზე არ აკარებდნენ. მეტიც, იმდენი მოახერხეს, რომ სტუმარ მასპინძლობით განთქმული გურულები სიდუხჭირეში აცხოვრეს. გულღია სიცოცხლის სავსე ხალხს მომავლის იმედი და რწმენა დაუკარგეს. როგორც პოლიტიკური ფიგურა პირველად 12 წლის წინ შეხვდით და შეგბირდით, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო, რომ გლეხის ნაშრომი დაფასებულიყო, ქართულ პროდუქტს ფასი დაზდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე კვლავ გამოჩენილიყო ჩვენს მიწაზე, ჩვენი ხალხის მიერ მოყვანილი მოსავალი. ამას გარდა ბუნების მიერ უხვად დაჯილდოებული ამ კუთხის პოტენციალი ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო. გურიას არაფერი აკლდა საიმისოდ, რომ აქ არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელებულიყო, რაც მთლიანად რეგიონის განვითარებაზე აისახებოდა. დღეს გურია ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე 12 წლის წინ. ადამიანის შრომა მეტად ფასდება. გურიის კურორტები არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური ვიზიტორების საყვარელი ადგილებია. ბევრად უკეთაა განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაშიც ჩემი პირადად ჩემი მოგზაურებული სულით შევიტანე, რადგან ყოველთვის წამდა და წამს გურიის და გურიელი ხალხის უნიკალურობის. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენთაგანმა საკუთარ საქართველოს თვითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს. თუმცა მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი. გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ. თქვენის ხალხი ხართ, ვინც ღვინის სამშობლოში ქართულ სუფრაზე საკრალური ქართული ღვინით პირველად სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამთ. მშვიდობას რა ფასი აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიამ კარგად გვასწავლა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები არ ნახულ მსხვერპლზე მივდიოდით და სიცოცხლის ფასად იარაღით ხელში ვიცავდით ჩვენი ოჯახების, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. მშვიდობის მნიშვნელობა კაფეოდ დაგვანახა საქართველოს უახლოესმა წარსულმაც. იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენ სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც ნაციონალური მოძრაობაა პასუხისმგებელი. ამის საპირისპიროდ ქართული ოცნება ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც ურთულეს ვითარებაში ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ყველა ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა ერთხმად იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველოს მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო როგორმე სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყნის არაკეთილ მოსვლენთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ. და მეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს. ამიტომაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს. და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას მოღალატებრივი ქმედებების გამო. სხვაგვარად შეუძლებელია უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენ შვილებს ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დაუტოვოთ, რათა
საზოგადოებას არ უწევდეს არჩევანი ომსა და მშვიდობას, უცხო ქვეყნის აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტერებელ პოლიტიკურ გუნდს შორის და არჩევანს კარგსა და უკეთეს შორის აკეთებდეს. ამიტომაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ისევე როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით ქართულ ოცნებას ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეთის საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისთვის. და თქვენი მხარდაჭერაში დარწმუნებული პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ იქცევა რეალობად ქვეყნისა. ასე ძალიან რომ გვიყვარს. ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულობა ქართველი ხალხის გარდა არავის მისცემს უფლებას უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დაუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალოდოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ისტორიულად ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისთვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზის აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მინიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა. სწორედ ამიტომ ქართულ ოცნებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემს მიერ ჩამოთვლილი საკითხები, დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად, სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი. გასულ დღეებში ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ გეგმავთ და იქვე აღნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს ერთი მხრივ რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ მართლმადიდებლობით, რომელიც მამულთან და ენასთან ერთად ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე. რისი მიზანით სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს. იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს, როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს. მადლობა გვინდა გადაუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს.
მდელთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც საზოგადოდ იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ. ძვირფასო გურულებო, თქვენი შემხედვარი მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავემარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ. ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ. ქვეყნა და გაზაფხული სკლავაც დამხატველო ცისრასულის თქმა ხარ მოდი ავისხებს წელზე მოეხვიე ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო აქ არის მეც აქ ჩემი ხარ